დავიწყო? მე დავიწყებ რა. ხო. დაი. ჩვენ ვართ მისის ჯეირანთან და გადავწყვიტეთ რომ უპასუხოთ კითხვებს GLC Hub-თან დაკავშირებით. რაც შემოუვიდა ჯეის კომენტარებში. დღეს ამ კითხვებს უპასუხებ მე და ნინიკო დაესწრება. აუ, ეხა ეს ბიჭი გაჩუმდება მართლა აღარ და მარტო მე დავიწყებ. გამარჯობა მეგობრებო. დღეს ჩვენ ვართ GLC Hub-ში ჯეისთან და უპასუხებთ თქვენს მიერ დასმულ კითხვებს. ეს ამოჭერი რა. და ვითამაშებთ ჯეირანს და გადავწყვეტთ ვინ ამოიღებს პირველ კითხვას. მოდი ჯეირანი და ჭას გავაკეთებ. მინდა? მეთ. ჯეირანი. ჯეირანი. აი ესე უთმობ ხოლმე ნინიკოს ზოგადად ბევრ კი, ამაში. ყველაფერს საერთოდ. რა პლუსები აქვს GLC Hub-ში ინგლისურის სწავლას? GLC Hub-ში ინგლისურის სწავლა იმიტომ დავიწყე, რომ ჯეის პირველი წინადადება, რაც თვალში მოხვდა, რაც მომწერა იყო, გასწავლე ინგლისურს საშინაო დავალების გარეშე. აი, უკვე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მეზღებოდა საშინაო დავალების გაკეთება. და რომ მოვედი აქ ფილმებით, თავის პიცებს რო გვახვედრებს ხოლმე და ამბებს და ძალიან საყვარელი რო არის ჯეი. მოკლედ ძალიან შემიყვარდა აქაურობა და ინგლისურიც ასე თუ ისე ვისწავლე. და ვცდილობ რომ ვიყო კარგი სწავლა. მოკლედ ძალიან კომფორტული აქ ყოფნა და პლუს ძალიან გვეხმარება ფილმის ყურება. ერთი გაკვეთილი გვაქვს ხოლმე ფილმის, მერე მეორეზე განვიხილავთ იმ სიტყვებს, რაც ვერ გავიგეთ, ან რთული იყო, ან უცნობი იყო და ძირითადად ნინიკომ რაც ვერ გაიგე, იმ სიტყვებს განვიხილავ. მაგრამ განვიხილავ, ხო. და მოკლედ ძალიან საინტერესო არის, შეგვიძლია ამოიღო. ამზადებ თუ არა საერთაშორისო გამოცდებისთვის TOEFL-ი. ამზადებ? ვიცოდი რა რეცოდნე. დიახ, მეგობრებო, შეგიძლიათ მოემზადოთ ნებისმიერი საერთაშორისო გამოცდისთვის, არ აქვს მნიშვნელობა რომელი გამოცდა იქნება. მაგალითად TOEFL და IELTS. საუბ. მანახე. გადაგწევ. ხო, ანუ რამესო. რა პლუსები აქვს? კაი, შევსებოდი. რა პლუსები აქვს GLC Hub-ში ინგლისურის სწავლას? რა პლუსები აქვს და პლუსი არის ერთი აუ, ესე გადავაგდო. დიდი პლუსი არის J. ყველაზე დიდი პლუსი არის ხომ ესე შემთხვევაში გუგას თავით ახსნებით. ყველაზე დიდი პლუსი არის მართლა J, იმიტომ რომ ძალიან დაუმეგობრდებით, ძალიან კომფორტული ადამიანია. პლუს ამას ფილმების ყურების დროს გამოგიძახებთ ხოლმე ძალიან გემრიელ რაღაცებს და შეჭამთ და ძალიან კომფორტულად უყურებთ თან ინგლისურს, ისწავლით თან გაერთობით და რაც ყველაზე მთავარია, რაც წეღან გუგამ აღნიშნა, სახლში რომ მიხვალთ, არ გექნებათ რამე სამეცადინო და შემდეგ გაკვეთილზე რომ მიხვალთ, ისევ რაღაცებს განიხილოთ, რაც იმ გაკვეთილზე ისწავლეთ და ძალიან გაგიმარჯვებთ. არ გხლის J-ს მოსმენა. კვირაში რამდენ გაკვეთილს ატარებთ და რამდენ ქმიანია? კვირაში ვატარებთ 3 გაკვეთილს. ბიჭო, შენ დებილი ხარ, რა უპასუხებ და კუთიკაცაა და მე უპასუხებ. რა გინდა? ხელში რომ მეჭიროს შენ რა? ანუ აი მე მიჭირავს, იქნება მინდა რომ დავიტოვო. რომ ხელში მეჭიროს, ანუ ნახე, აი ერთი წამი ახლა. არა, არ მაინტერესებს როგორც თქვენ. კვირაში რამდენ გაკვეთილს ატარებთ და რამდენ ხმიანია? ამა თავიდან ვიზარ რა მე ვხარ. კვირაში ვატარებთ 3 გაკვეთილს და ნუ ძირითადად გაკვეთილი არის ხოლმე საათნახევრიანი, მაგრამ ჯერ გვიტარებს ხოლმე 4 საათი, 5 საათი. ხანდახან ვტოვებს ხოლმე და ნუ იმეორებს და იმეორებს ამ present continuous-ებს. მეგობრებო, რადგან გუგამ ნორმალური პასუხი ვერ გაგცეთ, ეს დაკუჭული ფურცელი ავიღე და ეხლა მე გაგცემთ ნორმალურ პასუხს ამ კითხვაზე. კვირაში რამდენ გაკვეთილს ატარებთ და რამდენ ხმიანია? კვირაში ვატარებთ 3 გაკვეთილს. და არის საათნახევრიანი და პლუს როგორც უგამ გითხრათ შეიძლება დაგტოვოთ და არ მხოლოდ გაკვეთილს და სხვა შორის შეიძლება იმდენ დავახლოვდეთ ჯეის რომ სხვა რაღაცებით განიხილოთ და ისაუბროთ და დარწმუნებული ვარ რომ ეგრე იქნება. შესაძლებელია თუ არა საცდელ გაკვეთილზე დასწრება? კი, შესაძლებელია. მე როგორ შესაძლებელია მოკლედ ესეთი ამბავი აქვს ჯეის GLC Hub-ში რომ წინასწარი ხდით თანხას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში 3 გაკვეთილს ესწრებით და თუ თქვენ უკმაყოფილოდ არჩევით, ამ თანხას გიბრუნებთ სრულიად და მითხართ თქვენ გზაზე ესემშვიდოთ და ამ ქაღალდებს მაგრამ ესეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, რა გინდა? ამ ქაღალდებს რო ის ჯეის დასალაგებელი არ არის თუ და მე გავდივარ ესე რომ არ დავალაგო? როდის გავდივარ? რა სურჩევთ მათ ვისაც სურთ სწავლა, მაგრამ ფიქრობს რომ ვერ შეძლებს. შეძლებთ. ხო მითხარი ესე გაცემს ამ კითხვას პასუხი. რავი, რატო ვერ უნდა შეძლოს? ნახე, ყველაფერი შესაძლებელია. კომფორტული გარემოა, კომფორტული მასწავლებელია. რამდენ ხანში იგრძნობა პროგრესი?
მოკლედ ეს ამბავია, რომ პირველ გაკვეთილზე როცა მოხვალთ, იმდენად კმაყოფილები დარჩებით, რომ თქვენთან მოგეცემათ ის мотиваცია, რომ რაც შეგიძლიათ მალე ისწავლოთ ინგლისური, რა თქმა უნდა, მაშინ ჯეით ძალიან მაგრად დაგეხმარებათ. მოკლედ ძალიან კმაყოფილები დარჩებით მართლა და შეკრება. ერთი უნდა მოიგო. როგორ უძლებთ ნიკოს ხასიათს? ძალიან რთული კითხვაა. მინდა გითხრათ, რომ აიგოს რა? თავიდან ძალიან გამიჭირდა. მაგრამ მე დრო და დრო შევეჩვი. მაგრამ არის რაღაცები, რასაც ცხოვრებაში უნდა გადავაბიჯოთ. მაგალითად ამის ხასიათი. იმიტომ რომ ინგლისური სწავლა ძალიან მინდა. რა მეთოდებით არის სწავლა შესაძლებელი ნიკო? ფილმის ყურებით, რაც ჩემთვის და მე მგონი შემთხვევაშიც ყველაზე მარტივი მეთოდია და კომფორტულია. ოღონდ ფილმებს უესარჩევს ხოლმე და არ მაგითო. ანუ მე მიყვარს დრამა ფილმები და ამას ყავს რაღაც დებილობა იუმორის მქონე ფილმი, რომელიც საერთოდ არის სასაცილო და სულ დრამას უყურებთ ხოლმე ეს. საყვარელი ფილმებია რეალურად და ინტერვიუ როგორ არ უნდა ევასებოდეს? რა თქმა უნდა ფილმს უყურებთ ინგლისურად და ჯერ ამ ფილმის ყურების პროცესში აკეთებს თავის პრეზენტაციებს, რაღაცეებს გვიწერს, რაღაც რთულ სიტყვებს წინადადებს და შემდეგ აკეთებს რომ მოვდივართ ამ ყველაფერს განვიხილავთ და მაგის გარდა ფილმს რო უყურებთ მე ნიკოს უთარგუნი ხოლმე იმე რა თქვა ფილმება ხოლმე და ყოველთვის ტელეფონშია ჩავარდნები ეს ბიჭი ფილმის ყურების. ფილმის ყურების გარდა ასევე ჯერ აქვს გაკეთებული პრეზენტაციები და რომ მოხვალთ დაგახვედრებთ ყველა გაკვეთილზე, რა თქმა უნდა, სულ ახალ პრეზენტაციებს და ძალიან გაგიმარტივდებათ სწავლა. რა ტიპის კურსებს თავაზობთ GLC Hub-ი? GLC Hub-ი ინგლისურის გარდა თავაზობთ მართვის მოწმობის კურსს, ბუღალტერიის კურსს, ასევე პროგრამირების კურსს და დანარჩენს გუგლ ჩამოგჩვენეთ. HR management WordPress და მათემატიკის კურსი. სამამდე. მოგაგები ნუ ისო თუ არა? არა, სულ ვიგებ ჯერ სამამდე. სულ იგებ? ყველას და ყოველთვის მოდი. მოდი, ჯეირანი. ეს ამაში. სამწუხაროდ ჯეირანი წავაგე, მაგრამ ჩვენ ჯეირანს იმიტომ თამაშობთ ხოლმე ასე ხშირად, რომ ჩვენს მასწავლებელს ჯეირია ჯეირ. ვინმე მე გაშოშინიას რე? ეს მორთად და წავედი. კი. ინგლისურზე კი არა, მეტყველებაზე იარე. მოიცა.